დღეს მთელი დღეა ჩვენ გზაში ვართ, თბილისიდან წამოვიყვანეთ ჩვენი მეგობრები და თანამოაზრეები იმისთვის, რომ გაგვეცნო გურიის საუკუნის წინანდელი ამბები. გავიხსენოთ ხალხი როგორ ორგანიზდებოდა, როგორ იბრძოდა და როგორ მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ისე რომ მთელი მსოფლიო მაშინ მთელ მსოფლიოს გააგონა ეს ხმა. რეალურად საერთოდ არ არის გადაჭარბებული თუ ვიტყვით რომ საუკუნის 125 წლის წინ გურია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, პოლიტიკურად აქტიური ცენტრი მთელს რუსეთის იმპერიაში. აი აქ გლეხებმა სოფლის დონეზე დაიწყეს ყველაზე პროგრესული იდეების გაჟღერება. ეს ხალხი ფიქრობს პროგრესულ გადასახადებზე, რაც დღესაც არ გვაქვს. ეს ხალხი ფიქრობს სახელმწიფოსა და ეკლესიის გააყოფაზე. ეს ხალხი ფიქრობს თითქმის და შეკრების თავისუფლებაზე, ქალთა მონაწილეობაზე. ეს ხალხი ფიქრობს საყოველთაო განათლებაზე. ამიტომ ეს გურია იცავს ძალიან დიდ ყურადღებას თელს იმპერიაში. თან ეს არის ყველაზე ხანგრძლივი. აი ქუთაისი იგივე მაგალითად ზესტაფონში იყო გამოსვლები, იყო სოხუმში, იყო თბილისში, მაგრამ ყველა რამოდენიმე კვირაში მოისპო და გურია აგერ 902-ში რომ დაიწყეს და განსაკუთრებით 905-ის მთელი ნახევარი წელი აქ ფაქტობრივად არ ვრცელდება იმპერიის ხელისუფლება. რეალურად გურია იყო პირველი ადგილი, სადაც ქართველებმა გამოვცადეთ, როგორ შეიძლება იმუშაოს დემოკრატია. ეს იყო საალსახად პირველი ცდელობა აქ. მაინც მთავარი გამწევი ძალა იყო აი ეს ძალიან ფართო მასა, რომელმაც აი ამ პარტიული მუშაკების დახმარებით, ასე ვთქვათ, შეიძინა და გაიუმჯობესა, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა ფორმა, რომელიც მერე უკვე გურიის რესპუბლიკაში მართლა ფართო სახალხო თვითმმართველობის სახეს იღებს, ხო, ისე რომ ფაქტობრივად უქმდება უსაქმოდ რჩებიან ის მეფის ადმინისტრაცია, პოლიცია, სასამართლო, იმდენად სრულფასოვნად ახერხებენ უმეტესწილად გლეხები, ხო, რომ გაწიონ თავიანთი თავის მართლობა. სოციალ-დემოკრატობა გურიას ძალიან ძვირად დაუშვა. 1921 წელს ასობით ადამიანია დახრებული, როგორც სამწუხაროდ ციებიც არის. საბოლოოდ ბოლშევიკების გადაწყვეტილება არის, რომ თუ გვინდა რომ გურია დავიმორჩილოთ, აღარ იყოს ის მენშევიკური, პირდაპირ წერია ეს იყო, უნდა გადაიხადოს. გადახდა ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა, ინტელექტუალური ძალები უნდა განადგურდეს. გადაასახლონ, ძირითადად ჯერ გადასახლება 30-იან წლებში უკვე მოაკითხავენ და დახრდნენ. განადგურდა არა მხოლოდ ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, ფიზიკურად განადგურდა, არამედ ეს იდეები ფაქტობრივად გახდა რეპრესიების სფერო. უბრალოდ მოხდა მისი სრულიად დემონტაჟი, გაქრობა და ეს იდეები გახდა რაღაცა მხოლოდ ძალიან მცირე ადამიანების მეხიებაში დარჩა, რომელიც სამწუხაროდ უკვე 90-იანებში მათი უმრავლესობა უბრალოდ ცოცხალი არის. ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი რამე დაიწერა საქართველოს ისტორიაში, უახლოს ისტორიაში. ირაკლიმ ძალიან სწორად აღნიშნა, რომ ძალიან სუდად მიჩქმალული ზუსტად იმის გამო, რომ ვინც ამ მეხსიერებას ისტორიაზე მუშაობდა, უბრალოდ წაშალა. დამოუკიდებელ საქართველოსია რა, ლაპარაკი. კომუნისტებმა ხო გადაუარეს, იმიტომ რომ არ იყო მათი თავარი მტრები იყვნენ, თავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ და ამიტომ გადაუარეს და მერეც გადაუარეს, იმიტომ რომ ეს სოციალ-დემოკრატიული იდეები, მემარცხენე იდეები არ იყო მისაღები რა. და ბევრი რაღაცა დღესაც ეგრე ხდება. რომ რაღაცები ჩვენ ქვეყანაში არ არის ისე ცნობილი, როგორც უნდა იყოს რა. აი მაგალითად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის საქართველოში დღეს, რომ 17-ში, დღეს რა რიცხვია? 11, ხო? ანუ 6 დღეში რა. სურებში 10 წელია იბრძვიან იმისთვის, რომ ჰესი არ აშენდეს. და 17-ში ამ 10 წლის თავზე კიდე ერთხელ კიდე ახალ ჯერზე აქამდე არ უშვებდნენ, კიდე მოდის კომპანია და იქნება ჰესის განხილვა და მთელი სოფელი ირაზმება იმისთვის, რომ ეს ჰესი არ ააშენებიოს დინარის ხეობაში. მაგალითად, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის საქართველოში ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგაფიცვო გამოცდილება არის გურიაში, რა. ბოლო რამდენი წელია ბიჭებო? აგერ გულისტანის ქარხანაში. ისთვის იბრძვიან ადამიანები ოზურგეთში, სურებში თუ სხვაგან, ეგ არავის არ აინტერესებს.
იმიტომ რომ რიგითი ადამიანების პრობლემაზე ფაქტობრივად ჩვენი სახელმწიფო არ მუშაობს. ალბათ ბოლო 5 წელია მოქალაქისთვის საინტერესო იდეა პარლამენტში არ გაჟღერებულა, ამიტომ თქვენ რასაც ბრძანებთ, ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება ამ იდეების სტივრიდან ამოღებული ისტორია მეორდებოდა აი ძველი გურის რესპუბლიკის სტივრიდან ამოღებული იდეების პოპულარიზაციას თბილისში თუ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება. უკვე საკუთარი ახლა ამიტომ გამეორდება, მაგრამ საკუთარი სხეულის ჭამაზეა გადასული მართველი კლასი და აღარ შეიძლება ასე ცხოვრება, იმიტომ რომ ეს არავის არ აინტერესებს. სოციალ-დემოკრატიული იდეა, გურული იდეა, ძალიან საგი და პრაგმატული იდეა და თუ კი ამ იდეის მსახურებაზე გადაერთვებიან ზოგიერთი პოლიტიკოსები, ძალიან კარგი. ზოგიერთები კი არა, ყველა ამაზე უნდა გადაერთოს. კომენტარი მინდა გავაკეთო. ძალიან. ქართული ამით ურემი რო გადაბრუნდება სამერე გამოჩნდება. ეხლა უყურებთ კიდე როგორ ბრუნდება მეორეჯერ ურემი. ან მაშინ დავინახეთ გზა, ან ეხლა ვხედავთ, ან რამე გზას ვხედავთ. იმედი ნიშნავს რაღაცა რაც ხარო იქნება მაგას რა და რაც ხა კი არ უნდა იყოს. ჩვენ თვითონვე ჩვენი შრომით უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომელიც ეგეთ უსამართლობებს გამორიცხავს. და ქვეყანა რა, ისეთი საზოგადოება, ისეთი სოფელი, ისეთი ქალაქი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიბრძოლოთ ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც აქამდე კი არ იყო და იმას კი არ მივტირით რაღაცა ძველს. არამედ ისეც, რომელიც აქამდე არასდროს არ ქონია. ისინი იმას კი არ დაელოდნენ გურულები, რომ ეხა მივიდნენ და უთხრეს, რომ იცი რა, რაღაცა სასამართლო რეფორმა გამიკეთე, ან მოსამართლე გამოვისწორე, ან რაღაცა უკეთესი სისტემა გააკეთე. არა. თქვენს ამას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ესენი ხალხისთვის არ არიან. ამიტომ თუ ხალხისთვის არ არის მთავრობა, თვითონ ხალხი იწევს მართვას და თვითონ შექმნეს სასამართლოების, სადაც თავად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და სასამართლო შენობა დაიკეტა, ჩაქრა, ჰაერში გამოეკიდა და ჰაერში მიაოძა. ამიტომ ვიღაცის ლოდინს აზრი არ აქვს. ხო, ბევრს ლაპარაკობენ, ლიდერი გჭირდება რაღაცა. ლიდერს რო დალოდებოდნენ გურულები. იმას ვერ შექმნიდნენ, რაზეც ვილაპარაკეთ. იცი რა, ეხა არის ნიჰილიზმი, ძალიან გამჭდარი. აი ზუსტად, აი გურული რო ჩემ და მაინც არ იქნება. ვინც უნდა მოვიდეს, ჩემ და მაინც. ხო და ამიტომ ჩვენ უნდა მოვიდეთ. ვინმე კი არ უნდა მოვიდეს. სურებში რო დადგება ის ხალხი 5 დღეში. და იყვის რომ ჩვენ აქ ფეს არ აგაშენებიეთ ისე როგორც 10 წელია დგანან. ეგ არის ხალხის, ისინი არავის არ ელოდებიან. ეს ბიჭები რომ გაიფიცნენ, ვინმეს კი არ დაელოდნენ, გაიფიცნენ და თვითონ მიიღეს ის, რასაც ითხოვდნენ 40 დღის განმავლობაში. დაახლოებით, ხო? იგი ჩვენ ცხოვრობდით იმ საზოგადოებაში, თქვენ ახალგაზრდები ხართ, როცა სულ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, რომ მოვა აი ხელისუფლება ლუკაშევიძეში. არა, ამან ვერ ჩაგვიდო, ახლა აგიმოვა, ახლა და სულ ამ ლოდინში გავატარებ მთელი ცხოვრება. მე კომუნისტური პერიოდიდან მაყოლებული ამას ვამბობ. აი ეს რომ ჩვენ მოქალაქეები უნდა გავხდეთ თანამონაწილე პროცესებისა და შეიძლება ეს ხვალ კი არ დადგეს ეს შედეგი ქალბატონელია. შეიძლება დადგეს 10 წლის მერე და მე იმას ფიზიკურად ვერ მოვეცნო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ თავარია სწორი გზით ვიაროთ. მე მართალია შეიძლება იგივე შეძლება არ მაქვს რაც 30 წლის უკან, მაგრამ გავიხსენებ იმას ყველაფერს, რომ აქ მიდეგი ჩვენ 9 აპრილი იყო და რამდენი რაღაცა გამოვიარეთ კიდე ვინც მონაწილე ხართ ამისა და კიდევ იგივე ენთუზიაზმი და შემართებით დავდგებით თქვენ გვერდზე, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება სწორი გეზით სიარული. ნიჰილიზმი რო ახსენეთ რა, ჩემთვის ძალიან ნაცნობი არის ეს ნიჰილიზმის გრძნობა. მაგის საპასუხოდ რა, ანუ მეც ნიჰილისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ზუსტად ეგ ნიჰილიზმი მაძლევს იმის საფუძველს, რომ რაღაცნაირად ჩამოვიდე და თუნდაც ჩემნაირად ნიჰილისტურად განწყობილ ადამიანებს შევხვდე და უთხრა, რომ ანუ არ არიან რა მარტო რა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა რაღაც რა, რომ ის პრობლემები, რაც თქვენ გაწუხებთ, მე მაწუხებს, ჩვენს მეზობლებს აწუხებთ, ხო, რაღაცა
ბალდაში აწუხებს ადამიანებს. ეს არ არის ინდივიდუალური პრობლემები, ეს არის სიმპტომი იმისა, რაშიც ჩვენ ამდენი წელია ვცხოვრობთ და რასაც გვაგუებენ, რა და ანუ იმის თქმა მინდა რა, რომ ანუ კი ძალიან ნორმალურია, რომ ნიჰილისტურად ვიყოთ განწყობილები, იმიტომ რომ ეგეთი სიტუაცია არის, თითქოს უძლურები ვართ, მაგრამ ანუ გამოსავალს მე პირადად ვხედავ იმაში რა, რომ როგორც ვახუშტი თქვა, ვიპოვოთ თანამებრძოლები, ხო? ადამიანები ვის მიმართაც სოლიდარული ვიქნები და პირიქით. გონია რომ ერთადერთი გამოსავალი აი ამ ამბავში არის მხოლოდ ეს, როგორც ბატონმა თქვა, რომ სანამ ურემი გადაბრუნდებავდა, ჩემი შეხედულებით გადაბრუნებული არის ეს ურემი და არც გზა ჩანს რა, მაგრამ ერთადერთი რეცეპტი რაც შემიძლია რომ თქვა, რომ ჩემს ნიჰილიზმთან და ესე ვთქვა და ამასთან საბრძოლველად არის ის, რომ ვიცი, რომ მე მარტო არ ვარ ამ ყველაფერში და რაღაცნაირად უნდა ვიპოვოთ ერთმანეთს რა. ერთად